და ეს არის მისი მათესი საკუთრება დაჩა. რომ დაიბადა, აი მაშინ გაგვიჩნდა სურვილი ესეთი ქონოდა. შეხედეთ, ეს არის დაახლოებით 5-6000 კვადრატი, ესეთი ეზო, ესეთი ხეხილი, ესეთი სამწვავდე, ბუხარი, აქ არის მათი აჩვენე, აქ არის ზოპარკი გვაქვს გაკეთებული და მათ შორის ყავს ძაღლები, ღვინის სარდაფი და ეზო გვაქვს ძალიან დიდი და მე რა ვიცი თქმა მინდა. ჩემი მეგობრის შვილები, საგურამო არის აგერ, 5 წუთში აქ ახარ თბილისიდან. შეხედეთ, თათბირებს ჩვენ აქ ვატარებთ, წყალი, ყველაფერი არის აქ. და როცა სურვილი გექნებათ, მე ვიქნები, არ ვიქნები, მოვზანდით, ბავშვები წამოიყვანეთ შაბათს, კვირას, აგერ ბავშვები ითამაშებენ, ყველანაირი პირობა არის. ახლა ვიტყვი ერთ რამეს. ჩვენ იცით რომ ჩვენ გუშინ განცხადება გავაკეთეთ ახალი BYD-ის ელექტრომობილზე, რომელსაც სახელად ქვია Songi. და ეს გუშინ შემოვიყვანეთ თუ არა 4 ცალი ეგრევე გაიყიდა. ახლა ვეუბნები მოსახლეობას, მაყურებელს. მოდი, ხვალიდან Songs ვინ შეიძენს, რა თქმა უნდა, ფასი არის თითქმის ქართლის ფაში და ძალიან მაგარი ელექტრომობილია. ხვალიდან ვინც შეიძენს 5 ადამიანი, ვინც შეიძენს საფითაოდ ჩვენ ვაჩუქებთ აი ამ ლებს. როგორი აზრია მათე? შვენიერი. ძაღლის სახელი რა არის? რაჯიშია? კანე კორსო. და არის შეხედეთ, რა მოვლილია, რა კარგია და ამის შვილები რა თქმა უნდა, კიდე უკეთესები არიან. ბოიდა როქსი. ამას მათე აკითხავს ყოველ კვირა აქ არის მათე შაბათ კვირას და ნებისმიერ დროს მოგზავნით, ნახეთ ძაღლს ან ლეკვებს ჩუქნით იმ ადამიანებს, ვინც ხვალიდან ავტომობილს შეიძენს, ჩვენ აქ ბავშვებს როცა ჩამოიყვანთ, აქ არის ხოხობი, ირემი, შველი, რავი, რამე თუ არის ამ დაჩაზე და ყველაფრის დათვალიერებაც მოგიწევთ და ბავშვები იქნებიან უზომოდ მადლიერი და კმაყოფილი. ჩვენ კიდევ გვყავს ერთი ძაღლი, მაგრამ აქ ვერ შემოგვყავს ახლა ვინაიდან ერთად არ ვარგა ეს ძაღლები, ერთად ვერ ჩერდებიან, ეწყობებიან ერთმანეთს. არის რაღაც ჯიში, რა ჯიშია მათენ? ჰასკი, ხო, ჰასკი. არის ისიც აი ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი და მოდი